დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლო სტუმრობით სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსი როჟოლიანი და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისათვის საინტერესო თემით. მოკლედ რამდენადაც ვიცით ეს არის ფონდი რომელიც დაფუძნდა 2012 წლიდან 2012 წლიდან უბრალოდ და არის ასე ვთქვათ განათლების განსაზღვრა ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის გვიან მეთოდის საქმიანობა, როგორ გაიცემა ეს გრანტები, როგორ იმართება კონკურსები და მინავრიან სამ გამარჯვებულებს. პირველ რიგში დილამშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც გასცემს გრანტებს არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე, რომელთა იურიდიული სტატუსი არის არასამეწარმე, არაკომერციული იურიდიული პირი და 2000 წლიდან მოყოლებული უკვე 13 წელი არსებობს. ფონდის ფუნქცია ყოველწლიურად გამოაცხადოს საგრანტო კონკურსები და საკუთარი პრიორიტეტების ფარგლებში დააფინანსოს ახალგაზრდული ინიციატივები და მას შემდგომ რაც ჩვენ შეუდექით უფლებამოსილებას ბოლო 9 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა შიდა მენეჯმენტის კუთხით და დაფინანსდა ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა. ფონდი შევდი გაწყვეტინებთ, ძალიან კარგად აღნიშნეთ. 13 წელი არსებობს ეს ფონდი როგორც გავუკვირდა, თუმცა მე ეხლა გავიგე და წინაზე ვისაუბრეთ. რატო ხდება მანამდე არ ხდებოდა ფინანსებოდა, არ ახმაურებდნენ თუ ეხლა თქვენ უფრო რაღაცა პიარის კუთხით ღიათ თუ გულწრფელად გეკითხებით. 13 წელი თუ არსებობდა რატო არა? მე არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ცნობადობა ძალიან გაიზარდა, დაახლოებით 10 ჯერ გაიზარდა თუ არსები ხა ბოლომდე. დაფინანსების კუთხით თუ მხოლოდ პიარის კუთხით გაიზარდა? არა, პიარის კუთხით საქმე ეს უფრო სასურველი იქნება. დაინერგა თვისობრივად ახალი სისტემა, კერძოდ შეიქმნა დარგობრივი ექსპერტების კომისია, შემუშავდა პრიორიტეტები, დაიგეგმა ყოველდღიური აქტიურობა და ფონდი გახდა ერთგვარად უკვე ესე ვთქვათ ბრენდი, რომელიც მომავალშიც აქტიურად დააფინანსებს ახალგაზრდულ ინიციატივებს და რა თქმა უნდა, ეხა ამჯამად ჩვენ მაგალითად ვიყავით 73-ვე მუნიციპალიტეტში, ქონდა უპრეცედენტო რეგიონალური კამპანია და იქაურე ახალგაზრდებს მოუწოდეთ ჩაერთონ ჩვენ საგრანტო კონკურსებში და მეორე მხრივ მოხდა იდეების გამოვლენა, იდენტიფიცირება და როგორ პროექტებს ენიჭება უპირატესობა ამაზეც რომ ვისაუბროთ. ეს იქნება იმიტომ რომ ერთი პროექტი გაქვთ, ერთი კონკურსი და უშუალოდ როგორ პროექტებს ენიჭება უპირატესობა. ზოგადად სანამ ამ შეფასებაზე გადავიდეთ, როგორ პროექტებს ენიჭება უპირატესობა, მინდა ირაკლის ასე ვთქვათ საუბარი გავაგრძელო. ყველაზე მთავარი პრობლემა არის ხოლმე გამჭვირვალობა, რაზეც ხონდა საუბარი და ზოგადად ვიცით რომ კონკურსში ვიღაცა დამარცხებულია, ვიღაცა გამარჯვებული აქედან გამომდინარე, ხშირად ისმის შეკითხვები არის გარკვეული შეიძლება იყოს პრეტენზიაც იმასთან დაკავშირებით თუ რატო არ დაფინანსდა ჩემი პროექტი. ფონდში არ იყო საერთოდ შეფასების კრიტერიუმი და როცა ჩვენ მოვედით, ჩვენ დავიწყეთ იმაზე ზრუნვა სწრაფადვე რომ შეგვემუშავებინა შეფასების კრიტერიუმები, როგორც ირაკლი თქვა, სარეკომენდაციო საბჭო შეიქმნა, სადაც ფილტრაცია მიმდინარეობს დარგობრივად ამ პროექტების და შემდგომ ამისა, დაკომპლექტა ახალი სათათბირო, რომელიც 9 კაცისაგან შედგება, სადაც მეტი გამჭვირვალობისთვის არასამთავრობო სექტორი არის ჩართული და ისინიც ასე ვთქვათ შერჩევის საფუძველზე იქნან ეს ადამიანები მოწვეული მათი გამოცდილების შესაბამისად და ბატონი მინისტრი ხელმძღვანელობს უშუალოდ ამ სათათბიროს. კი ბატონო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. რაც შეეხება უშუალოდ პროექტების საკითხს, მთელი წლის განმავლობაში სანამ გამოცხადდებოდა საგრანტო კონკურსი 2013 წელს ჩვენ ავდექით და ჩავატარეთ რამოდენიმე კვლევა იმ მიმართულებით თუ რა საჭიროება დგას დღეს ქართველი ახალგაზრდების წინაშე. რა თქმა უნდა ეს კვლევა არ იყო მასობრივი, ფერც იქნებოდა იქიდან გამომდინარე რომ დროის მოკლე პერიოდი იყო, როდესაც უნდა დაგვემტკიცებინა ასე ვთქვათ პრიორიტეტები, ასე ვთქვათ ცვლილებების პერიოდი, როდესაც დაიწყო დიდი ცვლილებები, ასე ვთქვათ ჩვენ ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ და თუმცა მაქსიმუმი გავაკეთეთ ამ დროის მოკლე მანძილზე და 4 პროგრამულ მიმართულებაზე შევჯერდით. ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, გარემოს დაცვა, ეკოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, კულტურულ საგანმანათლებლო საერთაშორისო ურთიერთობები და შემდეგ დავამატეთ ირაკლის სოციალური მეწარმეობა. მეხუთე საერთაშორისო ურთიერთობები. დიახ, და აქ არის ჩაშლილი ქვეპრიორიტეტები, ძალიან ბევრი, ძალიან მასობრივი, შესაბამისად ამ ეტაპზე მაგალითად რომ საუბრობდით რომ უპრეცედენტო საგრანტო კონკურსი გამოცხადდა და ეხლა მიმდინარეობს პროექტების შერჩევა, ხო? ამ ეტაპზე მაგალითად ყველაზე დიდი პრიორიტეტი მიენიჭება იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ვინც რეგიონიდან არის
და ვინც ადგილზე ასე ვთქვათ უნდა მივამაგროთ და ჩვენი ფუნქცია რომ ადგილზე გავაძლიეროთ ეს ახალგაზრდა ახლა ხანსატებდა რეგიონებში ხო კონკურსი და ესე იგი რა ხდებოდა რადგანაც აქტიობა როდის გამონდიდნენ გამარჯვებულები ვინ გამოვლინეს და რა პროექტები იყო დაუშვათ შემოთავაზებული პირველ რიგში 5 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდა იდეების კონკურსი იდეა კრეატივი ესე ერქვა ჩვენს კონკურსს და დაფიქსირდა უპრეცედენტო რაოდენობის მაჩვენებელი შემოსული პროექტების დაახლოებით 250 პროექტი შემოვიდა რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ყოფილა პრაქტიკაში არ არსებობდა ეს მეტყოლებს რომ დაინტერესება რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იყო და გამოწვეული იყო იმ აქტიურობიდან რაც ფონდის ხელმძღვანელობამ დაგეგმა ეს ერთი მეორე მხრივ 73 მუნიციპალიტეტში რეგიონალური კამპანია და უკლებლივ თითქმის ყველა ახალგაზრდა შევხვდით ვინც აქტიური იყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გამოიყო ეგ საკონტაქტო პირები რომლებიც დააკვალიანებს ამ ახალგაზრდებს პროექტების და იდეების შემოტანაში მომავალში და მთლიანობაში ეს არის მცირე საგრანტო კონკურსი დაახლოებით 5000 ლარის ფარგლებში ამ ეტაპზე მაგრამ იმისთვის რომ ორგანიზაციამ და ახალგაზრდებმა გადადგან პირველი ნაბიჯები ეს თანხა სავსებით საკმარისია დეკემბრამდე რომ დაიგეგმოს რაღაცა ტიპის აქტიობები პლუს ამას ერთი გამონაკლისი მოხდა ის რომ საშუალება მივეცით ფიზიკურ პირებსაც და საინიციატივო ჯგუფებსაც შემოიტანათ თავიანთი იდეები და იმ შემთხვევაში ამის სათათბირო მოიწონებს მათ ინიციატივებს მიეცემათ რეკომენდაცია რომ დაარეგისტრირონ ორგანიზაცია და რეგიონებში გაჩნდება ის უჯრედები რომლებიც იზრუნებს იქ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაში რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის პროგრესისთვის და ყველაზე მთავარი დავამატებ ანუ ამ წამს ჩვენი შეფასებით სწორედ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჭირდებათ მხარდაჭერა მათ ჭირდებათ გაძლიერება მათ ჭირდებათ მეტი ჩართულობა მონაწილეობა ის რომ იყვნენ აქტიური მოქალაქეები და ის რომ ამ ადამიანებს ვაგრძნობინოთ თავი რომ ისინი რა თქმა უნდა ახალგაზრდები არიან საქართველოს მოქალაქეები არიან და განურჩევლად იმისა რომ ისინი რეგიონში ცხოვრობენ მე რა რომ დედაქალაქში ყველა დედაქალაქში ვერ იცხოვრობს ამიტომ მიზანი სწორედ მესამე საგრანტო კონკურსის და ამ რეგიონალური კამპანიის არის ის რომ პირველ რიგში გაიგონ ამ ფონდის არსებობის შესახებ და შესაბამისად გამოიყენონ ეს მექანიზმი საშუალებად რომ უკვე შემდგომში თუ ამ საგრანტო კონკურსი არა თუმცა მაინც ძალიან სერიოზული მაჩვენებელი დაფიქსირდა როგორც ირაკლი თქვა 2014 წლის საგრანტო კონკურსებზე ძალიან აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათლად გამოჩნდა ამ კამპანიის წარმატებულება უკვე 250 ესეთი რაღაც არ ყოფილა ეს მე მგონი ძალიან კარგი საქმეა რეგიონები იმიტომ რაც აღნიშნეთ ყველას არ აქვს საშუალება თბილისში ცხოვროს თბილისში სწავლოს და მათ არის სტიმული რომ მიხვდები რომ არ აქვს დავუშვათ არ ჩაიქნიონ ხელი არაფერი მომავალი არ აქვს თქო რახან სოფელში ცხოვრობენ და შეიძლება ვერ ჩამოდიან ქალაქში ეს საშუალებები ძალიან ხშირია იგი ჩვენი ისტორიის მაგალითად თუ გადავხედავთ ნებისმიერ სფეროში უმრავი გამოჩენილია ასე ვთქვათ შემდგომში მოქალაქე არის რეგიონიდან და სოფლიდან და ხშირად არის რომ სოფელში შეიძლება სოფლის ახალგაზრდა იდეები ქონდეს ნიჭიერება იყოს რომ თუ ვერ აღმოაჩინეთ ჩავკდეს უბრალოდ და უბრალოდ ვერ განახორციელოს. ჩემს გავს პროექტები არ გვინახავს. ახლა კითხულობდით და სანამ შემოვიდოდით სტუდიაში მე და ირაკლი საუბრობდით. მსგავსი კრეატივი, მსგავსი კარგი იდეები, ჭუბერიდან შემოვიდა ხო ირაკლი. მაღალმთიანი რეგიონებიდან განსაკუთრებით мотиваცია აქვს. არის 29 სექტემბერს იმართება ფესტივალი და აი ამ ფესტივალზეც რომ ვისაუბროთ არ უნდა გამოიწვიოს ჩვენს კი ბატონო ეს იქნება პირველი ასე ვთქვათ უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სადაც მოხდება ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია რომლის ორგანიზატორები არიან შავფაროსნები და პროექტი დაფინანსდა სწორედ ფონდის მიერ და თბილისის მასშტაბით სხვათა შორის იგეგმება ცალკეული სანახაობების ჩვენება ეს ერთი ასევე იგეგმება რომაელი ლეგიონების ჩამოსვლა და ესე ვთქვათ მსვლელობა თბილისის მასშტაბით და რომშიც იყო ადრე ფესტივალი სადაც ჩვენი საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას ნატალი დილომა თუ არ ვცდები და მსგავსი ტიპის ინიციატივების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში არის განსაკუთრებით საინტერესო, ვინაიდან პირველ რიგში ახლა ვიცით, რომ შოტლანდია ცნობილია თავის სიტყვაზე კილტით, ჩინეთი შაოლინის მეომრები და ასე შემდეგ და საქართველოში ეს საბრძოლო ტრადიციები იყო ძალიან მაგარი და გვინდა რომ ამის პოპულარიზაცია გავა. ქართული სამოსის დღეც იქნება ამ დღეს. გარდა ფესტივალისა ერთობლივად გაერთიანდება ეს
საბრძოლო ხელოვნება და ასე ვთქვათ ქართული სამოსის დღე და ეს ერთი მეორე ძალიან ეს ერთ-ერთი პროექტია იმ მრავალ პროექტთაგანი რომელიც შეიძლება ამიტომაც ვიცი მეორე საგრადო კონკურსის ფარგლებში 21 ახალი პროექტი დაფინანსდა და უკვე უტესო უკვე დაიწყო და ამ პროექტების შესახებ რომ გვიამბ რა პროექტებზეა საუბარი თვითონ რაც ბურმანმა აღნიშნა ჩვენ შევმუშავეთ 5 პროგრამა რომლის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გამოვყოთ პროექტები ნუ ეს ცალსახად ვერ გამოვარჩევთ თუმცა საინტერესოა თუნდაც სვანეთში კულტურული ბეჩოს თემში კულტურული სახლის რეაბილიტაცია ანალოგიური პროექტი დაფინანსდა სტეფან წმინდაში ასევე საინტერესო იყო მარტვილის საფეხბურთო სკოლა და მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი არაფორმალური განათლების ტრენინგები იგივე აჭარაში საინტერესო იყო ქართული საბრძოლო ხელოვნების დაფინანსება ინტენსიური ბაღების პრეზენტაცია სადაც ახალგაზრდები ჩაერთვებიან და თვისობრივად რევოლუციური იდეა ყველაზე დიდი პროექტი იყო სოფლის მეურნეობაში და ძალიან ბევრი სხვა საინტერესო ინიციატივა რომელზეც დაუსრულებელი შეიძლება ვისაუბროთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაახლოებით 20,000 ხომურმან ახალგაზრდა იყო ჩართული ამ პროექტებში და მესამე საგრანტოს ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ რომ გაურმაგდება ეს რაოდენობა რაც მაჩვენებელი იქნება 700 მეტი ადამიანი დასაქმდა ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაახლოებით 20,000-მდე ბენეფიციარი ყავს უშუალო რომელმაც ასე ვთქვათ სარგებელი მიიღო სხვადასხვა მხრივ ამ პროექტების შედეგად და მესამე საგრანტო კონკურსის შედეგად ეს ციფრი გაიზრდება. რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს არ არის მუდმივი საშუალება იმისა, რომ ახალგაზრდები იყვნენ დასაქმებული, თუმცა 4 თვე, 5 თვე პროექტებში ჩართულობა ის თვალისწინებს სახელმწიფო განაკვეთსაც, სახონორარო განაკვეთსაც, ითვალისწინებს სხვადასხვა ტექნიკის შეძენას და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ახალგაზრდებს, რომ ისარგებლეთ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსებით და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი, რომ თქვენი კარგი იდეა, კრეატიული იდეა, ასე ვთქვათ, აქციოდო და საპროექტო განაცხადოთ და განახორციელოთ და იმპლემენტაცია გააკეთოთ. ეს მომართვა დაინტერესება საკმაოდ გაზრდილია რესურს დაასახელეთ თქვენ და რესურს გაუსარით უკვე ოღონდ ამის გულში რესურს გაუსარით დაშკარად. ამ 13 წლის განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელეთ და ამ გამო პროექტებზეც რო ვისაუბროთ და ჩამოთვალოთ თუ რა პროექტები შესრულდა თქვენი ფონდის მიერ და განხორციელდა. ეს ფონდის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ბოლო რა თვის განმავლობაში რაც დაფინანსდა განსხვავება წინა პროექტებისგან იყო ის რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მდგრად პროექტებს რომელიც ესე ვთქვათ გრძელვადიან პერსპექტივებზეა ორიენტირებული და სხვათა შორის დამოუწყდა მე თქვა საერთაშორისო ურთიერთობის მმართველობით დაფინანსდა ერთი საინტერესო ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპის საზაფხულო სკოლა სადაც ჩამოვიდნენ უცხოელი ახალგაზრდები და წინა პროექტებისგან განსხვავებით გამოირჩეოდა ის რომ ტიპიური აკადემიური შეხვედრა იყო, სადაც მომავალში იგეგმება, ესე ვთქვათ, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა, სკანდინავიიდან იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ. ანუ ჩვენი თავი სწორება არის, რომ ადრე თუ 80% მიდიოდა გართობაზე, ეხლა პირიქით 80% მიდის სოციალურ თემატიკაზე და ნუ 20% ცხოვრება, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი ამბავია სოციალურ თემატიკაზე. გართობაც. თუმცა მე გამოყოფთ ირაკლი, რომ სოციალური პაკეტი პრინციპში ჩვენი პრიორიტეტია ამ შემთხვევაში. ჩვენ ვაფინანსებთ ანუ უფრო მიმართულებები არის კულტურული, საგანმანათლებლო პროექტების და სოციალური მიმართულებები, სოცმეწარმეობა, რაც საერთოდ ახალი პრეცედენტი არის ქართულ სივრცეში და ქართულ რეალობაში, ძალიან საინტერესო მიმართულება და შესაბამისად განსხვავებას სწორედ მე აღვხედავ. თუ იმ შემთხვევაში იყო ხშირად არ ვსაუბრობთ ხოლმე წარსულზე, ხშირად გვირჩევნია რომ ჩვენს ასე ვთქვათ ამოქმედარზე ვისაუბროთ, მაგრამ იყო ღონისძიებები, რომელიც ემსახურებოდა რაღაც კონკრეტულ იდეოლოგიას ან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. ნუ ამ შემთხვევაში პირდაპირ აქცენტი კეთდება ხალხზე, საზოგადოებაზე, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აბსოლუტური მიმართულება და აბსოლუტური ასე ვთქვათ გრადობა გამომდინარეობს იქიდან თუ იმას კი არა ვისა აქვს შემოტანილი პროექტი, არამედ როგორია პროექტი. რა პროექტზე საუბრობთ? ფიძაშვილ მამიდაშვილობის დაახლოების პრინციპით ნამდვილად აწყდება
ბატონო, აი პროექტის ჩამონათვალებში ერთ-ერთი არის ასეთი კალიგრაფიის სოციალური სახელოსნო, რომელიც უშუალოდ ემსახურება ქართული ხელწერის, კულტურის, ქართული კალიგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის აღორძინების ხელშეწყობას და ამაზე უფრო ცალად როგორ საუბრობთ? კი ბატონო, ეს არის სოციალური მეწარმეობის მიმართულებით შემოსული ინიციატივა, კერძოდ ამ ნამუშევრებს ეს ახალგაზრდები გაყიდიან მომავალში და შემოსული თანხების რეინვესტიცია მოხდება ისევ ამ იდეის განვითარებაში, სწორედ სოციალური მეწარმეობის შინაარსი მდგომარეობს სწორედ ამაში, ბიზნესისგან განსხვავდება და ეს არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ინიციატივა, რომელიც არის მომავლის პრიორიტეტი, ვინაიდან ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე გადასული არიან სოციალურ მეწარმეობაზე და ეს პროექტიც ერთის მხრივ ხელშეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ ახალგაზრდების დასაქმებას, ხოლო მესამეს მხრივ სოციალური მეწარმეობის დარგის განვითარებას საქართველოში, რაც ესეჭირეობა განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მესამე საგრანტო კონკურსშიც თბილისის, ეს თქო, არ გვეწყინონ თბილისელება, ნეიტრალიზება მოვახდინეთ და მთლიანად მთელი სუბსიდია წავიდა. ანუ არ გქონდა თბილისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას. მე თბილისში დავიბადე, მაგრამ მიღების უფლებას. სხვადასხვა ძალიან აქტიური ადამიანები არიან ეს კალიგრაფისტები, ძალიან მაგრად ну ჯერ ქართული ამბანი გამოყავთ პრინციპში ისე ლამაზად ისეთი ორნამენტები ჩუქურთმებით რომელიც გავსი არ მინახავს და ეს დატანილი უკვე თუნდაც სხვა აი მე ვნახე სოციალურ ქსელ Facebook-ში აქვთ გავრცელებული ფოტოები უშუალოდ თვითონ ნამუშევარი არ მინახავს მაგრამ ფოტოები ვნახე აი იგივე ჭიქებზე მოხატვა აი იქ რაღაცა დატანილი არის ქართული ორნამენტები ვაზი სხვადასხვა ეკლესიის ასე თქვა ნიმუშები რაც არის მაგათ იგივე სვეტი ცხოველი და შემდეგ რაც არის ტურისტისთვის ძალიან მიმზიდველი ხა რო ჩამოდის ტურისტი ჩვენც რო ჩავდივართ ხა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რაღაც გვაინტერესებს ისეთი რაც ქვეყნისთვის მისთვის დამახასიათებელი მისთვის ტრადიციულია ამიტომ მთლიანი აქცენტი გაკეთებულია კულტურაზე მთლიანი აქცენტი გაკეთებულია იმ ღირსშესანიშნაობებზე და იმ საგანძურზე რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და ეს არის მიმზიდველი ერთგვარად და ძალიან ლამაზად მათ შორის აფორიზმებია დატანილი ქართული ასე ვთქვათ შრიფტით ქართული წარწერით და ძალიან ასე ვთქვათ მიმზიდველი და საინტერესო და კარგი სასაჩუქრია მინდა ჩვენ ანალოგიური სვანეთშიც დაფინანსდა სვანეთი გამოირჩეოდა თავისი სიწმინეებით საგანძურით და ამ კუთხით იქაური ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა იქნება რა ვიცი ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ყველანაირად ხარს დავუჭერთ. დიდი მადლობა მოიხსენეთ მოგზაურობთ, დიდი მადლობა ძალიან კეთილ საქმეს წარმატებას გისურვებთ და კიდევ ერთხელ ეაქტიურონ ახალგაზრდებმა ასარიფულ საშუალება აქვს როგორც ამ ფონდის მეშვეობით რომ მათ თავის იდეები განახორციელონ. მე შეგახსენებ ჩვენი სტუმრები იყვნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელები, დირექტორი და მისი მოადგილე და გისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთხელ. მადლობა. ახლა კი ჩვენ ეთერში კვლავ სიუჟეტის დროა დიპლომატიური სამსახური მეშვიდე